დაბადება. თავი მეშვიდე. უთხრა უფალმა ნოეს. შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალკაცად გიხილე ჩემს წინაშე, მთელ ამ თაობაში. ყოველი წმინდა პირუტყვისგან 7-7 წაიყვანე, დედალ-მამალი. უწმინდური პირუტყვისგან კი 2-2, ისიც დედალ-მამალი. ცის ფრინველთაგანაც 7-7 წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღესა და 40 ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა. 600 წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე. და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები. ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი. დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს. და 7 დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა. ნოეს ცხოვრების მე-600 წლის მეორე თვის მე-17 დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი. 40 დღე და 40 ღამე აწვიმდა დედამიწას. იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი, სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები. ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ. შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად, ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო. მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა და დაგმანა უფალმა კარი. 40 დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე, ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი. გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცის ქვეშეთში. აიწია წყალი და დაფარა მთები 15 წრთით. და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძურის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, მოისპო. აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან, ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი. 150 დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.